ნაციონალური მოძრაობა საქართველოში მორიგი ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტის შემოსვლაზე საუბრობს. რომან ბარბაქაძის აეროპორტის სკანდალის შემდეგ ოპოზიციურ პარტიაში უკვე დღეს სპეციალურ ბრიფინგზე მინდია გორაძის მიერ საზღვრის გადმოკვეთაზე აკეთებენ განცხადებას. გიორგი ღვინიაშვილის თქმით, ძებნილი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალ ჩინოსნის ბრძანების საფუძველზე სარფის საზღვრიდან უპრობლემოდ იქნა შემოშვებული და ის ბათუმში იმყოფება. Რამოდენიმე დღის წინ გაცნობეთ ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტის რომან ბარბაქაძის იგივე რემენას საქართველოში დეპორტაციისა და თბილისის აეროპორტიდან მისი გაქრობის შესახებ. დღეს მინდა გაცნობოთ ასევე ერთი ფაქტი. მიმდინარე წლის 19 ივნისს საქართველოს საზღვრებს სარფის საბაჟოს მხრიდან მოადგა ავტომანქანით წარსულში საქართველოში ბანდიტიზმის მუხლით ნასამართლები კრიმინალური ავტორიტეტი, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი. ვინაიდან ლავას ოღლიზე მიმდინარე გამოცხადებულია ძებნა სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლით, საზღვარზე მობილიზებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 დეპარტამენტის სუსის კრიმინალური საპატრულო და საზღვრის დაცვის პოლიციის თანამშრომლები ლავას ოღლის დაკავების მიზნით, მაგრამ მათ ბოლო მომენტში მიიღეს ბრძანება, რომ ლავას ოღლი უნდა უპრობლემოდ შემოსულიყო საქართველოში. ნაციონალურ მოძრაობას უნდა რომ მოგვაწეროს ის მართვის სტილი, რითაც ის ქვეყანას 9 წლის მანძილზე მართავდა. ამიტომ უნდათ რომ მაქსიმალურად დავიმსგავთ. ეს არ გამოვა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ უარდით უთხარით ყველა იმ მანკიერ მმართველობის სტილს ქვეყანაში, რასაც წლების მანძილზე ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა. ასე რომ ნუ ექნებათ იმის იმედი, რომ ჩვენ კრიმინალებთან ან სხვა ვიღაცებთან მუშაობთ.